ნიგერიის სანაპიროდან 40 კილომეტრის დაშორებით საბუქსირო გემი ამობრუნდა და დიდ სიღრმეზე ჩაიძირა ატლანტის ოკეანეში. ეკიპაჟის 11 წევრი დაიხრჩა. გადარჩა მხოლოდ ერთი, გემის მზარეული, ჰარისონ ოჯეკბა ოკენი. მან ამობრუნებულ გემში იპოვნა ადგილი, რომელიც წყლით არ იყო სავსე და სადაც შეეძლო ესულთქა. ორივე სასიგნალო შუქი დაუჯდა პირველივე 24 საათში. საკვებად თუ სასმელად კი მხოლოდ ერთი ბოთლი წვენი ჰქონდა. სამი საშინელი დღის განმავლობაში კაცი სრულიად მარტო იყო სიბნელეში, ოკეანის ფსკერზე. იმედი უკვე გადაწურული ჰქონდა, როცა დაღუპულთა გვამების მოსაძებნად წყალში ჩასულმა მაშველმა მყვინთავებმა გადარჩენილი მზარეულიც იპოვნეს, რომელიც 60 საათის განმავლობაში მარტო იყო უკუნეთ წყდიათში. გარკვეული ხნის შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერ კიდევ იმ საშინელი დღეებით გამოწვეული კოშმარებისგან იტანჯებოდა, მაგრამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა იგრძნო მან მაშველი მყვინთავის ფარნის შუქის დანახვისას. რამხელა სიხარული და შვება, რამხელა იმედი იქნებოდა ეს. წინასწარმეტყველი ესაია წინასწარმეტყველებდა, რომ მესიის მოსვლისას ბნელში მოარული ხალხი იხილავდა დიდ ნათელს. ქრისტეს გარეშე სიკვდილის აჩრდილის ქვეყნის მცხოვრებთა მსგავსნი ვიყავით, რომელთაც სინათლე გამოუბრწყინდათ. ქრისტია ქვეყნიერების ნათელი და მასთან ერთად უკვე აღარ უნდა გვეშინოდეს სიბნელის, რადგანაც სიცოცხლის ნათელი გვაქვს. შეიძლება უიმედოდ უგრძნობდეთ თავს, ან გვეგონოს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. თუმცა, უფალი ესოს ძალუძს, რომ სიბნელიდან თავის საკვირველ სინათლეში გადაგვიყვანოს.